გუშინ ერთ ძალიან საინტერესო დისკუსიას წავაწყდი ქსელში, ინტერნეტ ქსელში. ერთი პირი მეორე პირს ქართულს ასწავლიდა. ამასთან რასაც ეუბნებოდა, ნათქვამის 80-90% შესაძლოა მართალიც იყო, ქართულს კი არ ასწავლიდა, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჰკარნახობდა როგორ უნდა ვისაუბროთ. და მაგალითად ამბობდა ამგვარ სიტყვას, რომ როდესაც არსებობს შესატყვისი ქართული სიტყვა, იმპლემენტაცია არ უნდა ვიხმაროთ. როდესაც არსებობს შესატყვისი ქართული სიტყვა, არ უნდა ვახსენოთ სიტყვა, არ უნდა ვიხმაროთ სიტყვა ფასილიტაცია. როდესაც არსებობს შესატყვისი ქართული სიტყვა, არ უნდა ვთქვათ სიტყვა მაგალითად flexibility. არ უნდა ან ნაკლებად უნდა შემოვიტანოთ უცხო სიტყვები ჩვენს ენაში, რაშიც მე პრინციპულად მას ვეთანხმები, თუმცა რატომღაც რომელიღაც ეტაპზე დისკუსიის ამ მონაწილეს და ამ სწორი აზრების აკი გითხარით თქმელს, რომელიღაც ეტაპზე ამ საჯარო დისკუსიისას წამოწდა სიტყვები, ამგვარი ბალკონი და არა აივანი, იმენნა და არა სწორედაც რომ. როდესაც მიუთითეს, აიო, ნახეო, მეცო როგორ ცდებიო, როგორი გამჯდარია ჩემსშიო ეს სიტყვებიო. და ასე შემდეგ, თავი ასე შეიმოსაზრებით უბადრუკად იმართლა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. ეს კაცი აკი გითხარით, მართალი იყო ქართული ოცნების მომხრე აქვე დავსწენ. მართალი იყო, მართლაც როდესაც გაქვს შესატყვისი სიტყვები, მაგალითად განხორციელება, ხორცშესხმა თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, სიტყვა იმპლემენტაცია არ ნაკლებად უნდა იხმარო, საკუთარ თავსაც ვეუბნები მე ამას, ჩემს ტექსტებში, ჩემს ნაწერებში, ჩემს ედიტორიალებში, აქა-იქ შესაძლოა მართლაც წამომცდენია ეს სიტყვა იმპლემენტაცია, ხორცშესხმა ან განხორციელება არ მიხმარია, ნაკლებად მახსენდება, რომ მაგალითად flexibility მეთქვას ან ფასილიტაცია, მაგრამ შესაძლოა ეს შეცდომაც დამიშვია განა არ გამოვიცხა. დისკუსიის რომელიღაც ეტაპზე, აი ამ მართალმა კაცმა, რომელიც აკი გითხარით ქართული ოცნების მომხრეა მეთქი, რომელიღაც ეტაპზე კიდევ უფრო გააფართოვა სადისკუსიო თემატიკა და თქვა, რომ ტექნიკური ტერმინოლოგიაც უნდა იყოს ნათარგმნიო და რატომღაც მიადგა ისეთ სიტყვებს, როგორც არის ფაილი, ფოლდერი. ჩემი აზრით, თავადაც აიხლართა და არც მახსენდება, არც მახსოვს სიმართლე გითხრათ ქართული რომელი შესატყვისი ანალოგი შესთავაზა დისკუსიის მეორე მონაწილეს. მერე კიდევ უფრო გახურდა დისკუსია, ეს გააციც, ეს სპირიც გახურდა და საერთოდაც გაკადნიერდა მეთქი ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ ვიტყვი ასე და თქვა, რომ მოდიო Windows-იც, აი Bill Gates-ის Windows-იც შევცვალოთ სარკმელი, არა ფანჯარა, არამედ სარკმელი უწოდოთო, ამის გამო მან ნელ-ნელა დაკარგა ის კრედიტები, რომლებიც მიღებული ქონდა დისკუსიის სხვა ნაწილში მისივე სიმართლეების გამო. კითხეს ფანჯარას რას ერჩიო და ფანჯარა პრინციპში დამკვიდრდა ჩვენს ენაშიო, სარკმელი უკეთესი სიტყვაო. მერე უთხრეს, რომ ეს არის brand name, ეს არის სახელწოდება კონკრეტული, არ ვიცი რა ქვია ამას, კონკრეტული პროდუქტისა, კონკრეტული პროგრამისა, ხო, Windows. და ამას საერთოდ brand name-ები არ შეიძლება რომ ითარგმნოსო და პრინციპში დაეთანხმა. იმიტომ რომ ამ მარკეტინგთან ბრენდინგთან და ასე შემდეგ ჩავლილი კი არა ახლოს მყოფი კაცია დისკუსიის ეს მონაწილე და პრინციპში დაეთანხმა. მაგრამ უკვე დამატებით გააჭედა თუ მართებული ზმნა არის, როდესაც კიდე სხვა კუთხით განვითარდა დისკუსია და ტექნოლოგიურ ტერმინოლოგიამდე მართლაც მიდგა საქმე, რატომ არ შეიძლებაო აიწყო მტკიცება, რომ გარკვეული ტექნოლოგიური თუ ტექნიკური ტერმინოლოგია იყოს თარგმნილი ქართულ ენაზეო, ახსენებდა კვლავ მეორე ფოლდერს და სხვა სიტყვებიც ახსენა და მერე თქვა, რომ ეს რომელიღაც ენა ფრანგულშიო, კორეულში და სხვა ენებში, ხო, თარგმნილი აქვს. უთხრეს, რომ ქართული ძალიან კარგი ენაა, ქართული ძალიან მდიდარი ენაა, მაგრამ ფრანგულთან შედარებით, ასე მაგალითად გერმანულთან შედარებით ის არ არის ესოდენ გავრცელებული ენა, ეს მაინც ლოკალურად კავკასიის ამ რეგიონის ამ ქვეყნის მოსახლეობის ენაა
და არც არავინ არ თარგმნის Windows და მასში ჩაშენებულ ცალკეულ ტერმინოლოგიას, Office-ში ჩაშენებულ გარკვეულ ტერმინოლოგიას, folder-ი, ფაილი, save as და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენადაც ვიცი, ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი კი არა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია და შეუძლებელიც არის და არც არავინ მუშაობს ამ საკითხზე. მოკლედ, ამბავი გახურდა, თუმცა კვლავ ვიმეორებ, ეს დისკუსია გახურდა და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს კაცი ქართული ოცნების მომხრეა და არა მარტო ქართული ოცნების მომხრეა. ამას მის დიდი ხანია ვიცნობ. ამ 30-35 წლის წინ დასცინოდა კიდეც პირველ თქმელს ამგვარი აზრებისა გურამ პეტრიაშვილს, რომელიც ყველაფრის გადმოქართულებას აკი გითხარით კი არა, იცით თქვენ ითხოვდა ვერტფრენი უნდა ყოფილიყო შეულფრენი თუ არ ვცდები იქ ჰოკეი უნდა ყოფილიყო რაღაც აღარ მახსოვს რა დაარქვა გურამ პეტრიაშვილმა ჰოკეის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კაცი დისკუსიის ეს მონაწილე იმხანად ახალგაზრდა 35 წლის წინ გურამ პეტრიაშვილს იგდებდა და დასცინოდა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რომელიღაც ეტაპზე ამ დისკუსიაში გუშინდელში ჩაერთო კიდევ ერთი მათი დისკუსიის მონაწილეების საერთო ნაცნობი სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, რომელმაც ბრძანა შემდეგი, რომ რა დროს ამაზე ლაპარაკიაო. ილაპარაკეთ თუ გნებავთ, რამდენიც გნებავთ, თუ გნებავთ საერთოდ აკოშკა დაარქვით. პანჯარასა თუ სარკმელს ოღონდ საქართველო რუსეთს არ ჩააბაროთო, იგნორირება მოახდინეს ამ პირის ამ სიტყვისა, აღარ მიაქციეს ყურადღება, ეს კი მახსენდება ნამდვილად და მე ჩემის მხრივ ვიტყვი. ქართული ოცნების რიგით მომხრეებს ძალიან მოსწყურდათ ურთიერთობები ჩემი მოსაზრებით ჩვენთან, პირებთან, რომლებთანაც ოდესღაც ნაცნობობდნენ, მეგობრობდნენ, ზმაკაცობდნენ, ახლო ურთიერთობაში იყვნენ და სხვადასხვა სალაღობო საკითხებზე მსჯელობდნენ. იციან მათ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი შეთანხმება უკვე ვეღარ მოხდება. მაგალითად, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით ისინი ალთას, ხოლო ჩვენ ბალთას ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ესენი არიან სინდისის პატიმრები, ხოლო ისინი ქართული ოცნების მომხრეები კვლავაც უკლებლივ ყველას 90 თუ 125 დეპუტატს პოლიტიკოს პატიმრებს ან სინდისის პატიმრებს კი არ უწოდებენ, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეებად მოიხსენიებენ. არა და ბევრი სხვა თემაც არის გარშემო, ბევრი სხვა თემაც არის სადისკუსიო, რომლებზეც ისინი, მოდი ასე ვიტყვი, ანკეს ჩააგდებენ ხოლმე, იქნება და ლიფსიტები თუ ღლავები დაიჭირონ და ამ თემაზე, რომელიმე სხვა თემაზე გააჩაღონ მათთან დისკუსია. ქართული ენის დაცვის აუცილებლობა ერთ-ერთი თემაა, როგორც ჩანს, რაზეც ძნელია არ წახვე პირებს, რომლებიც არ დასთანხმდე პირებს, რომლებიც აკი გითხარით ამბობენ, რომ იმპლემენტაცია კი არა, განხორციელება მართლაც უნდა ვიხმაროთ, ეს უფრო სწორი იქნება ჩვენთვის, მაგრამ დისკუსიის ის მონაწილეს მართალია, რა დროს იმპლემენტაცია განხორციელება პანჯარას სარკმელი Windows-ზე საუბარია, როცა ქვეყანა გეღუპება და მე სხვა კუთხით ვიტყვი, თქვენის ნებართვით მე მინდა ვთქვა, რომ ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი და ადამიანები, რომლებიც ამგვარ თემებზე დისკუსიას გვთავაზობენ თითქოს სწორს, რეალურად ცდილობენ ჩვენს გადაგდებას რომელიმე სხვა სადისკუსიო სივრცეში თუ სადისკუსიო ველზე, სადისკუსიო დინებაში, ისე რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები თითქოს გამოვტოვოთ, თითქოს თვალი დავხუჭოთ, თითქოს ყურადღება არ მივაქციოთ იმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, აღარ გვახსოვდეს დავივიწყოთ და მათთან ყოველ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ აგე საკითხები, რომლებზეც შეიძლება რომ შევთანხმდეთ, მოდი ამ საკითხებზე მაინც ვისაუბროთ, ეს მაშინ და ეს იმ პირობებში, როდესაც სხვა საკითხებზე მეგობრებო ვერ ვთანხმდებით, ეს არის მათი ართქმული, მაგრამ რეალური მესიჯი ჩვენს მიმართ და მე ხა ბევრი თქვენგანი ელის რომ იტყვის რომ ბევრი თქვენგანი ელის რომ მე ვიტყვი რომ არავითარ შემთხვევაში მე არც ერთ საკითხზე არ ვსაუბრობ არავისთან, მეთქი ამას ელით თქვენ ჩემგან, მაგრამ გეტყვით რომ მე ასე აღარა ვარ, ასე აღარ ვფიქრობ, ოკეი, თანახმავარ ვისაუბროთ თემაზე, რომლებზეც ვთანხმდებით. მაგალითად, ვსაუბრობთ ქართული ენის დაცვის აუცილებლობაზე, მე თანახმავარ რომ ნებისმიერ დისკუსიაში ქართული ოცნების მომხრეებთან თუ ქართული ოცნების მოწინააღმდეგეებთან მივიღო ამ დისკუსიაში მონაწილეობა, რაზეც
ჩემი მოსაზრება მექნება რომ ის მაგალითად რომ მართლაც ძალიან ძნელი სათარგმნი იქნება ტექნიკური ან ტექნოლოგიური ტერმინოლოგია ამასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას ღიად დავაფიქსირებს მაგრამ ოდესაც საქმე მიდგება ან საუბარი შეეხება იმპლემენტაციას ფასილიტაციას ან სხვა რომელიმე სიტყვას შემოსულს უცხოეთიდან ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლებთანაც კი მოვილაპარაკებ ხელს ჩამოვართვებ და ერთად განვაგრძობთ ცხოვრებას ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებულები მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ რომ ეს თემა ქართული ენის დაცვის თემა მე-700-ია ჩვენ სინამდვილეში თუ პირველხარისხოვანია მაშინ პირველ ყოვლისა ადრესატი არის ქართული ოცნების ხელისუფლება და არა რომელიმე ჩვენგანი ქართული ხელისუფლების ის ხელისუფლება რომელიც თავად არღვევს ქართული ენის სიწმინდე თუ ქვია ამას სიწმინდის ნორმებს არც ერთი კანონი ქართულად არ არის დაწერილი არც ერთი კანონის სინტაქსი არ არის სწორი გამართული არც ერთი კანონი არ არის ისე დაწერილი როგორც უნდა იყოს დაწერილი იმ პირთა მხრიდან რომლებიც ქართულ კანონმდებლობაზე ქართულ ენაზე კანონმდებლობაზე სდებენ თავს და ამბიცია აქვთ რომ ესეთი კანონი უნდა შექმნან ქართულ ენაზე დაწერილი მაგრამ ეს არ არის თავარი ჩემი მოსაზრებით ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ერთი რამ რომ ქართული ენის ესეთი ფსევდო დაცვა მართლა მე-7 ხარისხოვანია იმ პირობებში როდესაც ესოდეს სერიოზული საგარეო გამოწვევების წინაშე სახელმწიფოებრივი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა როდესაც ამდენი სინდისის პატიმარი ყავს როდესაც საქართველოს თავქუდ მოგლეჯილად მიაქანებს რუსეთისაკენ ეს ბანდა ხელისუფლება აქ ესეთ ჭყალებში წვრილმან და თუ გნებავთ რეალურად წვრილ საკითხებზე შეთანხმება დისკუსია მსჯელობას პრაქტიკულად აზრი ეკარგება იმიტომ რომ ჩვენ დროს ვხარჯავთ ამ მნიშვნელოვან მაგრამ არა უმნიშვნელოვან საკითხებზე და შემოგვავიწყდება ამასობაში მთავარი სალაპარაკო სალაპარაკო კი არის ის პოლიტპატიმრები სინდისის პატიმრები საქართველოს საგარეო ორიენტაცია საქართველოს საშინაო ორიენტაცია ის რომ აქ დიქტატურას აკეთებს ბიზინა ივანიშვილი აბასტუმრის უღრანების ბინადარი და ჩვენ აქ ვლაპარაკობთ იმაზე Windows ფანჯარა უნდა ერქვას თუ სარკმელი ჩვენ აქ იმაზე ვლაპარაკობთ იმპლემენტაცია უნდა ვიხმაროთ თუ არა ეს სიტყვა თუ ჯობს თუ არა რომ ვიხმაროთ სიტყვა განხორციელება თუ ხორცშესხმა არ იქნება არანაირი არც სამართალი და არც დისკუსია არც ერთ საკითხზე რომ იცოდეთ მაინც ყოველ შემთხვევაში ჩემგან სერიოზული დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიაც კი არ იქნება მანამ არ იქნება შეთანხმება თავარზე რომ საქართველოს უნდა იყოს დასავლური ქვეყანა რომ საქართველოს რუსეთისაკენ მიაქანებს ბანდა ქართული ოცნება რომ ბანდა ქართულ ოცნებას ჩვენ არ ვეპუებით და არ უნდა შევეპუოთ რომ ხარდამხარ უნდა ვედგეთ ადამიანები ერთმანეთს მაშინ როდესაც ესოდეს სერიოზული უკანონოები ხდება ჩვენ ქვეყანაში ჩვენ უნდა დავამარცხოთ ერთად ქართული ოცნება და მერე უკვე უნდა ვიბრძელოთ ისეთ ძალიან მნიშვნელოვან კვლავ ვიმეორებ მაგრამ არა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე როგორც არის ქართული ენის დაცვის აუცილებლობა ქართული ენის სიწმინდეების დაცვის აუცილებლობა და მზე ქალაშანიძესაც რომელიც მიხსენეს ამ დისკუსიაში მიხსენეს კი ერთმანეთს უხსენეს ამ დისკუსიაში მხარეებმა მზე ქალაშანიძესაც ერთად უნდა როგორც სინდის ჩვენი ქვეყნისა ერთად უნდა მიულოცოთ დაბადების დღე მაგრამ თავარი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ ერთად არა ის არის რომ ქართულ ენაში ეკნება თუ არა ვედროს დავარქმევთ თუ არა საათლს პირობითად ვლაპარაკობ ან კიდე რაღაც სიტყვები იყო ხა ჩავხედავ ხო აივანს ბალკონს ხო არა ბალკონი ცუდი სიტყვა არასწორი სიტყვა აივანის ჯობს ბევრად მით უმეტეს ლიტერატურულ ქართულში მაგრამ ეს კი არ არის თავარი ბალკონი კი არა სამჯერ ბალკონი დაგირქმევია თუ დაგვირქმევია შემოტანილა და შემოსულა და დამკვიდრებულა ეს სიტყვა თუ ქართული საზოგადოება და საქართველო იქნება დასავლური მაგრამ თუ ქართული საზოგადოება და საქართველო იქნება რუსული მას ვერც აივანის ლიტერატურულ ქართულში ან სალიტერატურო ქართულში ან ყოველდღიურ საბეტყველო ქართულში ვერც აივანის ხსენება უშველის ამ ქვეყანას და ვერც სარკმელისა Windows-ის ნაცვლად ეს არის ჩემი ძირითადი სათქმელი ნახვამდის